წარმოგიდგენიათ? Აი პირდაპირ ჩვენ თვალწინ საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ტექნოლოგიური მომავალი იქნება. დღეს სწორედ ერთ ასეთ ძალიან მაგარ პროექტს ჩავუღრმავდებით. პროექტს, რომელიც ადგილობრივ ახალგაზრდებს იცით გლობალური IT სამყაროს კარს უღებს და ამით ფაქტობრივად მთელი რეგიონის განვითარების მიმართულებას ცვლის. კი, ეპიცენტრი ქუთაისია და აი იცით რა მინდა ხაზგასმით თქვა. ეს არ არის რაღაც იდეა უბრალოდ ფურცელზე დაწერილი, არა. ეს არის რეალურად მოქმედი მოდელი, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს სრულიად უნიკალურ შანსს, გახდნენ მსოფლიო დონის IT პროფესიონალები ისე, რომ საკუთარი ქალაქიდან წასვლა საერთოდ არ დასჭირდეთ. კარგი, მოდით მოკლედ გეტყვით, რას გავევლით. ჯერ ვნახავთ, რა ხედვა დგას ამ ყველაფრის უკან. მერე დავშლით წარმატების 4 მთავარ საყრდენს. გავიკებთ, როგორ ეხმარებიან პროფესიონალები მონაწილეებს, რა არის ეს პირადი კარიერული გზამკვლევი და ბოლოს შევხედავთ, როგორ შენდება ამით მთელი რეგიონის ტექნოლოგიური მომავალი. დავიწყოთ. პირველი და ყველაზე მთავარი, რა არის ამ პროექტის მთავარი იდეა, ხო? აი, სულ მარტივად რომ თქვათ, ეს არის ადგილობრივი ნიჭიერი ახალგაზრდების პოვნა და მათთვის პირდაპირი ხიდის აშენება გლობალურ IT ბაზართან. და იცით, მოდით თავიდანვე შევთანხმდეთ. ეს არ არის უბრალოდ მორიგი სასწავლო კურსი. არა, ეს არის მთლიანი ეკოსისტემა, რომელიც კარიერას ფაქტობრივად ნულიდან აშენებს. აი, წარმოიდგინეთ, ერთმანეთს უკავშირებს სამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რამეს: თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ გამოცდილებას და, აი, რაც ყველაზე მთავარია და რაც ყველაფერს ცვლის, პერსონალურ მენტორულ მხარდაჭერას. რა მიზნები აქვს ამ პროექტს? ესეც ძალიან საინტერესოა. პირველი, რომ ახალგაზრდებმა გაიგონ მეტი თანამედროვე IT სფეროებზე, მაგალითად ხელოვნური ინტელექტზე. მერე, რომ განუვითარდეთ არა მარტო ტექნიკური უნარები, არამედ ეგრეთ წოდებული რბილი უნარებიც, ანუ კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა. ამასთან მათ შთააგონებენ რეალურ პროფესიონალებთან შეხვედრებით, გვერდით უყენებენ პირად მენტორს და რაც მთავარია, ქმნიან ისეთ გარემოს, სადაც ყველას თანაბარი შანსი აქვს, რომ წარმატებას მიაღწიოს. კარგი, გასაგებია, მაგრამ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი პრაქტიკულად? აი, ამ პროექტის წარმატების ფორმულა, ასე ვთქვათ, 4 ძალიან მყარ საყრდენზე დგას. მოდით ვნახოთ. ეს 4 კომპონენტი, იცით, ერთმანეთს იდეალურად ავსებს. ჯერ არის თემატური ტრენინგები, მერე მოდის ინსპირაციული შეხვედრები, შემდეგ უკვე პრაქტიკული გამოცდილება და ბოლოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გრძელვადიანი მენტორშიპი. მოდით თითოეული მათგანი ცალ-ცალკე განვიხილოთ. ყველაფერი რა თქმა უნდა, მყარი ფუნდამენტით იწყება. და ეს ფუნდამენტი არის დღეს ყველაზე მოთხოვნადი უნარები. აი, ის უნარები, რომლებზეც ტექ კომპანიები პირდაპირ მნიშვნელობით ნადირობენ. და თან, იცით, ეს არ არის რაღაც ზოგადი ცოდნა. ტრენინგები ფარავს ყველაზე ცხელ, ყველაზე აქტუალურ სფეროებს, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება, რომელიც ხო ვიცი დღეს ყველაფერს ცვლის. კიბერუსაფრთხოება, რომელიც არასდროს ყოფილა ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი. და რა თქმა უნდა, ქსელის ადმინისტრირება, ნებისმიერი კომპანიის IT ინფრასტრუქტურის ხერხემალი. კარგი, ვთქვათ, თეორია ვისწავლეთ, მაგრამ ეს ცოდნა როგორ უნდა ვაქციოთ რეალურ პრაქტიკულ უნარად? აი, სწორედ აქ შემოდის თამაშში შემდეგი კომპონენტები, რომლებიც სწავლას საკლასო ოთახიდან რეალურ სამყაროში გადაიტანს. იმიტომ რომ თეორია ერთია, მაგრამ ის დანახვა თუ როგორ მუშაობს ინდუსტრია, შიგნიდან, აი ეს სულ სხვა რამეა. ეს არის ის, რასაც წიგნებში ვერ წაიკითხავ. და ამისთვის რამდენიმე მაგარი რამე კეთდება. მაგალითად, მონაწილეები ხვდებიან პროგრამის წარმატებულ კურს დამტავრებულებს, ანუ ცოცხალ მაგალითებს. დადიან ექსკურსიებზე წამყვან IT კომპანიებში, რომ საკუთარი თვალით ნახონ, როგორ მუშაობს ყველაფერი. და თან აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ უნივერსიტეტებთან, რაც კიდევ უფრო აფართოებს მათ პროფესიულ წრეს. და ახლა მივედით, ჩემი აზრით, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო ნაწილთან. ეს არის ის მხარდაჭერა, რომელიც პროგრამის დასრულების შემდეგაც კი არ ჩერდება. დიახ, საუბარია გრძელვადიან მენტორშიპზე. აი, აქ ძალიან კარგად ჩანს განსხვავება. ნახეთ, ზოგადი ტრენინგი როგორია, ჯგუფური სწავლება, სტანდარტული სასწავლო გეგმა და მხარდაჭერა მხოლოდ პროექტის განმავლობაში. პერსონალური მენტორშიპი კი სულ სხვა რამეა. აქ გვაქვს ინდივიდუალური კონსულტაციები, კონკრეტულად შენზე მორგებული კარიერული გეგმა და რაც მთავარია, გრძელვადიანი მხარდაჭერა პროგრამის შემდეგაც. ანუ, მთავარი აზრი რა არის, რომ ყველაზე მოტივირებულ მონაწილეებს ყავდეთ პირადი კარიერული მხარდამჭერი. ადამიანი, რომელიც დაეხმარება მათ, რომ ეს მიღებული ცოდნა რეალურ საქმედ აქციონ. სწორედ ეს არის ხიდი თეორიიდან პრაქტიკამდე. კარგი, ეს ყველაფერი გასაგებია. მაგრამ მოდით, ახლა ცოტა ზემოდან შევხედოთ, უფრო ფართო სურათს. საბოლოო ჯამში, რას აშენებს ეს პროექტი? რა არის მისი გრძელვადიანი მიზანი?
შედეგები, როგორც ხედავთ, ორმხრივია. ერთი მხრივ არიან მონაწილეები, რომლებიც იღებენ კონკრეტულ ტექნიკურ და რბილ უნარებს, ქმნიან კარიერულ გეგმას და იძენენ პროფესიულ კავშირებს, მაგრამ მეორე მხრივ იმარჯვებს მთლიანად რეგიონი. როგორ? იზრდება პროფესიული განათლების მიმზიდველობა, ვითარდება მდგრადი IT ეკოსისტემა და ძლიერდება ადგილობრივი პარტნიორობა. მოკლედ, ეს არის მოდელი, სადაც ყველა მოგებულია. და ბოლოს მინდა დაგტოვოთ ერთ კითხვასთან. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა ყველა რეგიონს, რომ მქონდეს მსგავსი, კარგად გააზრებული გეგმა. იმიტომ რომ ეს პროექტი ხომ ხდებით უბრალოდ ერთჯერადი ინიციატივა არ არის. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია განათლებას შეცვალოს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი რეგიონის მომავალი.